აქ ჩვენ სოფელში ტბაზე არის ერთი კუნძული, იქ არის კიდევ ერთი ფრინველი და ეგ მარტო ჩვენ სოფელში არის საქართველოში არ არის ეგ ფრინველი. აკრძალულია რომ იქ წავიდნენ და მაგას დაიჭიროს ან მოკლას, ეგ აკრძალულია. ეს უნიკალური ტბა ტაბაწყურია. ტაბაწყურის ზღვის დონიდან თითქმის 2000 მეტრზე, ძირითადად სომხური წარმოშობის საქართველოს მოქალაქეებით დასახლებული სოფელია, რომელიც ბორჯომის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. რამდენიმე ათეული ოჯახით დასახლებულ მკაცრი კლიმატის მხარეში ზამთარი თითქმის 9 თვე გრძელდება. ეს 2013 წლის ზაფხულის კადრებია. ტაბაწყურის სტუდია მონიტორის ობიექტივში მაშინაც მოხვდა. ყველას გაუჭირდა და წავიდნენ ყველა რუსეთში. ყველას უჭერს. პატარა თამარი დღეს უკვე 17 წლისაა. სკოლას წელს დაამთავრებს. სკოლაში მივდივართ, სკოლის მერე მოვალ, გაკვეთილები რომ მოვრჩებიან, მერე მოვალ სახლში და ეგრე ვიქნებით. დღეს მისი ორივე ძმა რუსეთში სამუშაოდ არიან და ოჯახს იქიდან ეხმარებიან. თამარის ოცნებაა სოფელში ახალგაზრდებისთვის მეტი საინტერესო რამ ხდებოდეს როგორც სამუშაო ადგილების, ისე გართობის მხრივ. პირველად გავაკეთებდი ცეკვის ადგილი და კიდევ, რა ვიცი, საინტერესო რაღაცები, რომ უფრო კარგი გაერთნონ ბავშვები. მაკიაჟის აკადემიაში მინდა ჩაბარება და მინდა რომ სოფელში სალონი გავხსნა და უფრო საინტერესო იქნება მე მგონი აქ. სამუშაო ადგილები იყოს რომ არ წავიდნენ რუსეთში, მაგრამ მე არ მიყვარს რუსეთი და არ ვიცი. სოფელში საბავშვო ბაღი არ არის და მინდა რომ იყოს, იმიტომ რომ მაგიდომ არის ოჯახები, რომ მაგის გამო მიდიან ახალ ქალაქში საცხოვრებლად, რომ მაგ ბაღი არ არის. მარტო არის კაჭოვში, ძალიან შორია ეგეც. და მიმართეთ მუნიციპალიტეტს რომ ბაღი. კი, მე მგონი უნდა ააშენოთ ეგ ბაღი. დაპირება არის. ხო, ლაპარაკობენ რავი. Guten Kormer Gugum Buffet Larken. ბუფეტი უნდა აი, ქართული კარგად არ იცის როგორც ჩანს და არ სწავლობს. Stavlop. სწავლობ, ანუ ცოტა. ალბათ. ეს კი არავიქია, თამარის თანასკოლელი. ისევე როგორც თამარი და სოფლის სხვა ბავშვები ოჯახს სამეურნეო საქმეებში ეხმარება. Gopnem ჩემი ოჯახის ძირითადი შემოსავალი, როგორც აქ ძირითადად ხდება, ბოსტნეული და მესაქონლეობაა. ბოსტნეულის მოყვანაში ოჯახს მეც ვეხმარები. ვფიქრობ, ზამთრის ტაბაწყური უფრო ლამაზია ვიდრე ზაფხულის. თითოეულობის დროს იკეტება ხოლმე გზები, მაგრამ იმედია გაიხსნება. ზამთარში ძნელია, პეთის თავზე ვართ. თითოეულობის დროს იკეტება? ტრაქტორი ძალიან ძნელია. ძნელად არის სამუშაობე. ეგ არის თავარი, მე არაფერი არ ვიცი რა ვქნათ. ტაბაწყურის მკვიდრი გულდას მithვიხსნის, თუ როგორ სჭირდება თავის სოფელს ამბულატორია, სადაც ექიმიც დახვდებათ. ამბულატორია, ხიხოს ჩემი ძნება მაქვს, ძნევაც გაზომოთ, ჩაქარიც მაქვს. და თუ წამალი საჯირო იყო, წამალს ავიღოთ და ჩემი ფულით სახში დავალთ. დანარჩენელი არაფერი არ მინდა. როგორ არ არის ახალი. სამჯერ რემონტი გააკეთეს, ისევე ვერ გააღეს კარები. მოდით და ნახეთ. სულ ყველაფერი შიგარი. გაზიც არის, დენიც არის. და ექიმი არ არის. ექიმიცაც არის, სამსონი და ლილი. ბორჯომში მუშაობ, 2-3 თვეში ერთხელ მოვა. 4 თვეში. თელი ზამთარში არ მოვა. სულ ვართ ასე. ვარსებობთ, გავიც. მე მგონი 2200 წელს ასე კი არის. რო დაგჭირდება თქვათ სამედიცინო დახმარება რას აკეთებთ? რასაც სასწრაფოს გამოიძახებ, ან ახალ ქალაქიდან მომოვიდა ზამთარსა, ზაფხული ბაკურიანიდან ამოდიან. გზა როცა ესეთი არის, როგორ ახერხებენ მოსვლას? სანამ ამოვლენ, ან მოკვდები, ან დამარხავენ. ტაბაწყურში დაბადებული და გააზრდილი 60 წლის რუბიკა რუთუნიანი ამბობს, რომ სოფლის ერთ-ერთი მთავარი შემოსავლის წყარო ტბაზე თევზაობაა. წყლის მოცულობით უდიდესი ტბა ზამთარში იყინება. ხანდახან გაყინულ ტბაზე მჯდომ მეთევზეებსაც ნახავთ. ამოდის კალმახი, ხრამული, კობრი, საზანი, ნაფოტა, კიბურჩხალა. აქ 2010 წელს მოსახლეობას თევზაობა აუკრძალეს, რადგან ტბაზე თევზჭერის ლიცენზია კერძო კომპანია შპს ტბებმა იყიდა.
დღეს ტბაზე თევზჭერის ლიცენზიას ისევ იგივე კომპანია შეპს ტბები ფლობს 2030 წლამდე. თუმცა თავად კომპანიას ამჯერად სხვა მფლობელები ჰყავს. 11 თუ 12 წელსა ჩვენა თელი ორი სოფელი ავდექით, ვიომეთ. ნუ მაინც ბიჭები თევზაობენ, ჯერჯერობით არავინ არაფერს არ იძახის. მართალია დღეს ტაბაწყურის და მოლითის მოსახლეობას ტბაზე თევზაობას არავინ უშლის, თუმცა მოსახლეობა ჩივის, რომ სოფლის ეკონომიკური გაძლიერებისთვის ხელისუფლება დაპირების მიუხედავად არ ზრუნავს. კომპანია ტბებში აცხადებენ, რომ ინფრასტრუქტურის განვითარება, თევზის გადამამუშავებელი საწარმოს შექმნა და ადგილობრივების დასაქმება მათი მომავლის გეგმებია, თუმცა დროს არ აკონკრეტებენ. რუბიკის თქმით, მესაქონლეობაც რთულია. რძის გაყიდვით მხოლოდ თავს თუ ირჩენ, მას მხოლოდ 3 მეწველი ძროხა ჰყავს. მეტი ძროხა რატო არ აკავთ? აზრი რა არის? ხმის სიმაზე რაზე უნდა იმუშაო? ლარი რა არის? ლარში რო ჩააბარო. ძროხა რო აი თელი ზაფხულზე იწველება ტონა 200. თელი ზაფხულის მანძილზე ტონა 200, 1200 ლარი. 3 ძროხითა 3600 გამოდის. იცხოვრო რომ არ მოკვდი, ან წამალი იყიდო ან რაღაცა იყიდო. 2 ტონა თივა უნდა, 5 ლარად რო იანგარშო 1000 ლარია. იქ რა გრჩება? ხალი მე მუშაობთ 200 ლარი კი არა, 1000 ლარზე მეტი მიდის. ესე ზარალზე ხარ. ბოჯომის წყალი ნახევარლიტრიანი ღირს ლარი 85 კაპეკი, ჩვენ ირზე ღირს ლარი. მაგით როგორ უნდა იარსებო? ვართ ასე თქვენ და ჩვენზე კარგად ხედავთ. რომ ამინდი რანაირია, ჩვენა ეხლა სადაც გავართ 2050 მეტრაზე გავართ. რა უნდა ვიარსებოთ? ვარსებობთ. ნელ-ნელა ცოცხლ გვერდში დაგვიდგენ. თორე ასე რო იყოს, სოფელი დაიცდება, კაცშვილი არ დარჩებაში. მოსახლეობა სახელმწიფოს და კერძო სექტორის ხელშეწყობას 12 წელზე მეტია ელოდება, რომ ტაბაწყურმა შეძლოს თავისი რესურსების სწორად გამოყენება, ახალგაზრდების დაბრუნება, ადგილზე დასაქმება და სოფლის ეკონომიკური გაძლიერება. აი როგორ უნდა შეუწყოს ამას ხელი მთავრობამ, რომ ახალგაზრდობა აქ დარჩეს? იგივე თვითონ უფრო კარგა იციან ვიდრე ჩვენა. მაგრამ არ აკეთებენ? უნდა გააკეთონ. აბა რისთვის რომ მოდიახა მას აძლევ. ხო უნდა მიხედონ მე. მარტო 4 წლის მერე კი არ არის რომ ამოვიდნენ გითხრან ცოცხალი ხარ თუ მკვდარი.